ხმაურია თბილისში თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, სადაც საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ასევე მობილიზებულია პოლიცია. აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, შენობა ნაგებობების სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობები არ არის ავარიული და უარს ამბობენ გამოსახლებაზე. პროცესის დაწყების შემთხვევაში კი მისამართზე მცხოვრები რამდენიმე ადამიანი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება. შალვა სუმბაძე იმყოფება ადგილზე და ბოლო ინფორმაციით ახლა ის მოამბის ღია ეთერში შემოგვიერთდება. შალვა, რა ვითარება ადგილზე? ბოლო ინფორმაციას ველოდებით შენგან. ამ მოცემულობით აი ამ კონკრეტულ მომენტში ვითარება შედარებით არის დასტაბილურებული, მოხერხდა მოქალაქეების ჩამოყვანა სახურავიდან და შემდგომში უკვე დაიწყო შესაბამისი პროცედურები. აღსრულების ეროვნული ბიუროს სატვირთო მანქანები უკვე შესულია ტერიტორიაზე და გამოაქვთ ის ნივთები და იმ ოჯახების ნივთები, რომლებიც არ დათანხმდნენ არც მოლაპარაკების პროცესს და არც დატოვეს ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილიდან სხვადასხვა უწყება ამბობდნენ, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამ ფაქტს უარყოფენ თავად ამ კორპუსებში მცხოვრებლები. ისინი ამბობენ, რომ არც მოლაპარაკებები და არც რაიმე სახის შეთავაზება მათი მისამართით არ ყოფილა და ასევე ეჭვქვეშ აყენებენ იმ დასკვნას, რომელიც სამხარაულის ბიუროს მიერ არის გაცემული და ამბობენ, რომ ეს დასკვნა გაიცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქონების პრივატიზაცია მომხდარიყო იაფად და შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ აქ ცხოვრებისას მათ საფრთხე არ ემუქრებათ და კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის მოლაპარაკებებს ამ შემთხვევაში ნებისმიერ საჯარო უწყებასთან. აქ რამდენიმე წუთის წინ სწორედ იმ სატვირთოების მოსვლას, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრე, უძღოდა დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეთა შორის. ამ დაპირისპირების შედეგად, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოხდა 3 პირის დაკავება, რომლებიც ამ წუთისთვის არიან მე-11 განყოფილებაში გადაყვანილები. იქამდე ვიდრე ეს დაპირისპირება მოხდებოდა, ოჯახებს და პოლიციას შორის რამდენიმეჯერ მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ისინი ითხოვდნენ საკუთარ სახლებში შესვლას, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობდა პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და გამოსახლებასთან. Miriam. გადაიყვანეს მე-11 განყოფილებაში, გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ეს ისინი ასე დავებიან, გზაზე იდგენ და ედავებიან იმას, რასაც ყველას. ავარიული ეს შენობა იყო, როცა დაინშალა კომუნისტური წყობა და მაშინ ლარისაფასურად გაიყიდა. აი მაშინ დებდა ზუსტად ექსპერტიზა, რომ იყო ავარიული, იმიტომ რომ ლარად შესყიდულიყო. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით ძველმა თაობამ, ვისაც რაღაცა ესმის. აი ეს იყო დადებული და აი ეს აქვს ახლა ხელმოსაჭიდი, ვინაიდან ვაგზალზე მოხდა ეს მდგომარეობა. და მოხდა აი ეს რაც მოხდა. კაციშვილი აქ არ მოსულა ჩვენთან. არავინ არ შეხვედრია. ბიჭის, ბირხის, კუტებით თუ რჩებით თუ მართლა ყაჩაღები ვართ თუ შრომელი ხალხი ვართ, კაცი არ მოსულა ჩვენთან. სოციალურ დაუცველები ვართ, მით უმეტეს, ხო? ქალაქიდან მაგაყარო, ჩვენი ქალაქიდან. და შემოიყვანო ვიღაც აზერბაიჯანელები და სომხები და ისინი, ხო? ვენაცოლებს უყოლას, მაგრამ ქართველებს გვიშვებენ. თვითონ კალაძე არ არის, სად არის? რომელიც მოვიდეს დაგველაპარაკოს. სოციალურ დაუცველებს სახელიდან ყოლს. კაციშვილი არაა, დაკმაყოლებული. ეს დაახლოებით 100-მდე ოჯახის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო 2 გარემოებით ხსნის. ერთის მხრივ ეს არის კორპუსის მე-4 ხარისხის ავარიულობა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოხდეს უბედური შემთხვევა და ჩამოინგრეს ეს კორპუსები. მეორეს მხრივ კი ეს ჯამში 5 კორპუსი, რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაშია, არის კერძო საკუთრება. შესაბამისად მესაკუთრე ითხოვს, რომ ტერიტორია დატოვონ აქ მაცხოვრებლებმა. ამის შესაბამისი სასამართლოს დადგენილება გააჩნია
ეხმარებიან ამ კომპანიას. როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ ოჯახებთან, მათ შორის ბოლო მოლაპარაკება, როგორც ისინი გვეუბნებიან, შედგა დაახლოებით 2 თვის წინ, როდესაც 1 თვის ვადა მოითხოვეს მაცხოვრებლებმა და ამ ვადაში აპირებდნენ, რომ გარკვეული გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა ვერ მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ვერც 1 და ვერც 2 თვის ვადაში. ამ დრომდე რჩებიან ოჯახები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას. გეტყვით ასევე იმასაც, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით აქ მაცხოვრებლების 58 პირს აქვს დევნილის სტატუსი, ასევე 24 პირი, როგორც ჩვენ სახელმწიფო უწყებები გვეუბნებიან, დაკმაყოფილებულია სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით, ასევე ამავე მონაცემებზე დაყრდნობით 29 პირს სოფლად სახლის შესყიდვაზე აქვს განაცხადი შეტანილი და აქედან 6 პირი არის ასევე უკვე დაკმაყოფილებული. შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ ყველა ის გონივრული ვადა, რომელიც იყო მიცემული ამ ოჯახებისთვის არის გასული და სწორედ ამიტომ დაიწყო მოქმედებები გამოსახლების დღესდილიდან. განხორციელდა არაერთი ვიზიტი და გამთხილებული იქნა არაერთხელ აქ მცხოვრები ადამიანი. აღნიშნული შენობები, რაც ყველაზე მთავარია, წარმოადგენს ავარიულ შენობებს. ამაზე რა თქმა უნდა არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესებისა და დაცვის დეპარტამენტის ჩართულობითაც თითოეულ ჯერზე შესწავლილი იქნა ყველა მათგანის საჭიროებები, მიმართული იქნა შესაბამის უწყებებთან, ასევე კრედიტორი გამხარე გამოთქვამდა მზადყოფნას სახელმწიფო უწყებებთან ერთად. დახმარებოდა აღნიშნულ მისამართი მცხოვრებ ხალხს. არსებობს, როგორც თავში აღნიშნეს, სამხარაულის დასკვნა და შესაბამის აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული საავსრულო მოქმედება. დღემდე ვერ მოხდა, შეიძლება ითქვას, მოლაპარაკება. ვერ მივედით კონსენსუსამდე, ვერ მივედით საერთო აზრამდე. აღსრულების ბიუროში ეს იცის ყველამ მოხდა შეხვედრა. მაცხოვრებლებმა გამოყვეს 2 ადამიანი, რომელი ადამიანით საუბრობდა ყველა ადამიანის სახელით. ითხოვეს, გჭირდება ერთვიანი დრო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ 1 თვის ვადაში საცხოვრებლების მონახვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებების წარმოება და მერიის სამსახურის შესაბამის სამსახურებთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი ხელით დავწერე განცხადება გადადებასთან დაკავშირებით და გადაიდო დაახლოებით 2 თვით. 2 თვი არის გასული, მოვედით დღეს მდგომარეობით გვაქვს ეს მდგომარეობა, ეს მოცემულობა რას გვაქვს. დაწყებული არის იძულებითი აღსრულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაცა კუთხით არ ვართ ვალდებულები, მაგრამ თანხმობას ვაცხადებთ და მზაობას ვაცხადებთ, რომ ადამიანები რაღაცა კუთხით მინიმალურით მაინც საცხოვრებელი ფართის ქირაობა რო ავიღოთ მინიმუმ, ამით მაინც რო ადამიანები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ აქაც არ არის ერთსულოვნება, ადამიანები ამბობენ, ადამიანების ჯგუფი ამბობს შემდეგს. ვართ თანახმა, ადამიანების ჯგუფი ამბობს, რომ საერთო თანახმა ვართ. უალტერნატივოდ არანაირი შემოთავაზება არ განიხილება. თუ იქნება ერთსულოვნება, გამოგვიყონ რამდენიმე ადამიანი, ვისაუბროთ, ყისიერად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა, ქირა იქნება, თუ სხვა რაიმე ფინანსური დაკმაყოფილება იქნება, შესაბამის თანხები შეიძლება გამოიყოს ამასთან დაკავშირებით მზაობას გამოთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ აქ მყოფი ოჯახების ნაწილი უარყოფს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებები გაიმართა ან კერძო ინვესტორთან, ან საჯარო რომელიმე სტრუქტურასთან, მათ შორის მერიასთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, არიან ოჯახების ის კატეგორია აქ ასევე, რომლებიც ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაბამისად ისინი ელოდებიან, რომ დაკმაყოფილებული იქნებიან ალტერნატიული ფართით, კონკრეტულად რომელ პროგრამაზეა მოლაპარაკებები, ესე დეტალური ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, თუმცა განმარტავენ, როგორც ამას აღსრულების ეროვნული ბიურო ამბობდა, რომ მათ გარკვეული შეთავაზებები უკვე მიიღეს შესაბამისი სტრუქტურებისგან და ახლა დროის და მოლაპარაკების ამბავია უკვე რა ფორმით დაკმაყოფილდებიან ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით. ამასთან დაკავშირებით ასევე ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა ცოტა ხნის წინ კომენტარი და მანაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ოჯახების ნაწილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ასევე გარკვეულ ნაწილთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და მსგავსი ტიპის ოჯახებთან ჩვენ შევძელით გასაუბრება.
მივახციეთ იმას, რომ მოლაპარაკება შედგა კრედიტორთან, რაღაცა მიზერული პირდება დახმარებას, თუნდაც იმ ქირის სახით და ვინაიდან ჩვენი ნივთების გარეთ გამოტანა არის საშიშროებაში და მოგვიწევს სულ ქუჩაში გარეთ გამოსვლა, მე მგონი თანხმდებით იმაზე, რომ კრედიტორის გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი და მივიღოთ ის დახმარება, რასაც გვპირდება. აირ ბინას არს თავაზობენ, ქირას თავაზობს გამგეობას ალბათ მაქსიმუმ 3 თვით, თუმცა კრედიტორის მხრიდან მისი კეთილინებით ერთჯერადად რაღაც გარკვეული თანხა რომ ამ ადამიანებმა რაღაც უცებთ ან თავშესაფარი ნახონ, ან თუნდაც სასტუმროში შევიდნენ და რაღაცა ღამე გაათიონ და ბავშვები არ დაჩნენ ქუჩაში, ამას დაგვპირდა. თვითონ მდგომარეობა არის ესეთი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით საკუთრების უფლებასაც დასვეჭირდება და იმავდროულად ბუნებრივია აქცენტი უნდა გქონდეს გაკეთებული იმაზე, რომ უსაფრთხო არ არის ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა და მათივე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შენობის მდგომარეობა არ იძლევა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას. და მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს აუცილებლად დაცვა. დევნილებთან მიმართებაში რაც შეიძლება ითქვას, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, ის არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია, ეს მცირე ნაწილია, რა თქმა უნდა, მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არ მცდუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომელიც განხილვის პროცესშია. გამოსახლების პროცედურა, მათ შორის ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა სახლებიდან უფრო ზუსტად ამ წუთამდე გრძელდება. შესულია სატვირთო მანქანები უშუალოდ ამ კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, რომელიც გალავნით არის შემოფარგლული და მოქალაქეები ელოდებიან, რომ რამე ფორმით ამჯერად მაინც მოხდება კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან და რამენაირად დაკმაყოფილდებიან ისინი ალტერნატიული ფართებით, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, როგორც გითხარით, გამორიცხავს ყველანაირ მოლაპარაკებებს და ამბობს, რომ მათ აქ საკმაოდ დიდი დანახარჯები გასწიეს, როდესაც ეს ტერიტორია დაასუფთავეს, ასევე ბინები გაარემონტეს და შესაბამისად ისინი არ აპირებენ ამ ტერიტორიის დატოვებას და აპირებენ, რომ აქ გააგრძელონ ყოფნა იქამდე, ვიდრე მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. მადლობ ჩალვა, შალვა სუმბაძე საუბრობდა ღია ეთერში.